German homelos, I drink coffee and I know things. მე-18 ეპიზოდის სიტყვა არის ბუმერონი. ბუმერონი ამ პარტავნებისა და ფსიქოლოგიური ტრამვების შვილი ყველაზე უფრო სტრესულ პირობებში იმყოფებს თავს მთელი ცხოვრება. ან მისი უმეტესი ნაწილი. სწორი ხაზგასმა იყო სიტყვასთან იმყოფებს. დიახ, ამას, ასე ცხოვრებას არავინ აძალებს მას. საერთოდ. ბუმერონი არის ის, ვინც სხვების, საზოგადოების აზრს, შეხედულებებს, შეფასებებს, კრიტიკას ყველაზე მაღლა აყენებს. შეიძლება არც ხოლშიც კი აგვერიოს, ისიც ხომ სხვებისთვის ცხოვრობს. არა, არც ხოლს უბრალოდ აინტერესებს სხვები. და ზედმეტადაა გადართული ადამიანების პატივისცემაზე. როგორც ინგლისურად ითქმება, people pleaser-ია და ბუმერონი კი ყოველ მხრივ შორსაა ამისგან. მას მხოლოდ საკუთარი რეპუტაცია და პატივმოყვარეობა ადარდებს. ვინმემ რამე ცუდი არ თქვას მასზე, რამე ჭორი არ გაუვრცელონ, უშნოდ არ იხუმრონ მასზე, ჩაცმულობა არ დაუწუნონ, ვარცხნილობაზე არ დასცინონ. ბუმერონის ყოველი ქმედება, სიტყვა და მიხრა-მოხრა განპირობებულია ხალხის აზრზე, ფიქრით და მისი 100%-ით გათვალისწინებით. აუცილებლად ყველას უნდა მოეწონოს. რატომ იქცა ბუმერონი ბუმერონად ნამდვილად რთული სათქმელია. იმის თქმა, რომ ეს დაცინვის გამო მოხდა, რომელიც ბავშვობაში დიდი დოზით გადაიტანა და თითქოს და ამის გამო ჩამოუყალიბდა კომპლექსი, რის გამოც გამუდმებით ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ მასზე ცუდი არავის ეთქვა, მაგრამ ეს მიზეზი ვერ იქნება საწყისი, რადგან არსებობენ ბუმერონები, რომლებსაც უნაკლო ბავშვობა ჰქონდათ. ერთი დაცინვაც კი არავის გაუბედია მათთვის, მაგრამ მაინც იქცნენ ბუმერონებად. მშობლების აღზრდის მეთოდიც სუსტი ვარაუდია. ბავშვობიდანვე ჩასჩიჩინებდნენ თითქოს, რომ ხალხის აზრი მთავარია და თუ ხალხი არ მოგიწონებს რაიმეს, მასზე უარი უნდა თქვა. თუ არ მოიქცევი ასე, თავაშებულად და უკულტუროდ შეგრაცხავენ. ჩემი პირადი მოსაზრებით ეს თვისება ყველაზე მეტად გამოწვეულია ზედმეტად მომწამლელი ტოქსიკური გარემოთი, სადაც ადამიანმა ბავშვობა და ზოგადად ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა. გარემო, სადაც ადამიანები ადამიანებს თუ ვერაფერს უპოვიდნენ გასალანცხს და გასაჭორს, ამას თავად იგონებდნენ, ანუ იმდენად ჰქონდათ ერთმანეთისა და სხვების გაჭორვის და კრიტიკის მოთხოვნილება გამძაფრებული, რაც ბუმერონობის როგორც თავდაცვითი მექანიზმის გამომუშავების მიზეზი გახდა, რადგან გასაქცევი აღარსად იყო, უნდა შეგუებოდა ამ სინამდვილეს და მასთან ერთად ცხოვრება ესწავლა. ჟამთასვლისგან ისე გაუჩნდათ ცნობიერში ბუმერონებს ბუმერონობა, რომ ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ქცევა ჰგონიათ დღეს. ეს ბუნებრივი ქცევა ნამდვილად არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური ტრავმა და აუცილებელია მისი თვითმკურნალობა. ამაში გარედან ვერავინ დაეხმარება ადამიანს. თავად უნდა მოინდომოს და როგორმე გათავისუფლდეს ამ შებოჭილობისგან, რომელიც არაფერში სჭირდება. ის, რაც არ გვემსახურება, უნდა მოვიცილოთ. წარესიმართლე ესაა.